მოგესალმებით, კალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო სტუმრებო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დავამთავრეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი მასშტაბური მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. დღეს დავასრულეთ ვაკის რაიონში ჩოლოყაშვილის ქუჩის, წერეთლის ქუჩის და ბაგებში ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, განახლების სამუშაოები. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. მშვიდობის გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტებზე საუბარი. შეუძლებელი იქნებოდა, რომ დღეს აქ ჩვენ ერთმანეთს შევხვედროდით და გვესაუბრა ქალაქში განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტებზე. შესაბამისად, გრძელვადიან მშვიდობას მოაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მოხდეს ქალაქების განვითარება, ქალაქების აღმშენებლობა. კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ. რაც შეეხება დღევანდელ პროექტს, იყო უმძიმესი მდგომარეობა არსებულ ქუჩებზე და პირველი რაც გავაკეთეთ, ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული განახლება, მოწესრიგება. მიწისქვემოთ განლაგებული ქსელი მთლიანად იქნა შეცვლილი და ახალი პროექტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, ამ სამუშაოების დროს იყო დისკომფორტი, იყო ტვერი, გაუსაძლისი მდგომარეობა, თუმცა დამეთანხმებით, რომ ამ მასშტაბის პროექტის განხორციელების დროს თუ გზა არ დაიკეტა, თუ ტრაქტორებმა არ იმუშავეს, სხვანაირად შეუძლებელია. მე განსაკუთრებით მინდა მადლობა გადაუხადო ადგილობრივ მოსახლეობას მოთმინებისთვის, მინდა მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, იმიტომ რომ ზუსტად მათი ჩართულობით ხდება ასეთი პროექტების განხორციელება ჩვენს დედაქალაქში. ამ პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო მიწისქვემოთ განთავსებული ნარჩენების ურნები, ახალი განათების ბოძები, ასევე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. ერთადერთი რაც არის დარჩენილი, ეს არის ვაკის სასაფლაოს წინ არსებულ ფერდზე გამწვანების სამუშაოების წარმოება და კაბელ-არხების გადატანა. სხვა ყველაფერი დასრულებულია. მოეწყო ახალი შუქნიშნების ქსელი, რომელიც ჭკვიანი შუქნიშნებით, ანუ ინტელექტით სარგებლობს და მუშაობს, რაც ძალიან მაგარი არის. ჩვენ პირველი პროექტი ხელოვნური ინტელექტით გამოყენება შუქნიშნების ქალაქის სხვადასხვა არეალებში განვახორციელეთ პროექტის სახით და ძალიან წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენ ამაზე არ ვამთავრებთ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ქალაქის განვითარებას, ქალაქის აღმშენებლობას, ბევრი ნიშნულოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი, იგივე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, ვაჟა-ფშაველას მოწესრიგება და სხვა ბევრი სასიკეთო პროექტები. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადაუხადო ყველა იმ კომპანიას, ვინც პროექტში იღებდა მონაწილეობას, მის თითოეულ თანამშრომელს, იმიტომ მართლაც საამაყოა, რომ ამ ადამიანების ჩართულობით, ამ ადამიანების ძალისხმევით კიდევ ერთი რეაბილიტირებული, ყველანაირად მოწესრიგებული ქუჩები შეემატა ჩვენს დედაქალაქს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ასევე გადაუხადო მადლობა მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს. აქ არის თბილსერვისის თანამშრომლები, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები, ეკოსერვისის თანამშრომლები. არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ყველას ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის ამ მშვენიერი პროექტის განხორციელებისათვის. როგორც გითხარით, ჩვენ ვაგრძელებთ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები დედაქალაქთან დაკავშირებით და მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებას კიდევ უფრო დეტალურად ვეთქვით ყველაფერთან დაკავშირებით, თუ როგორია ჩვენი ხედვა თბილისთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის კიდევ უფრო გამწვანება, კიდევ უფრო მოწესრიგება, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განახლებული ინფრასტრუქტურა, ერთადერთი პოლიტიკური ზალა ზუსტად ვართ ჩვენ, ქართული ოცნება, ვისაც ამ ყველაფრის რეალიზება შეუძლია. მადლობა კიდევ ერთხელ და სიტყვას გადავცემ ირაკლი ბენდელიანს, მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ირაკლი არის ადამიანი, ვინც ხელმძღვანელობს ინფრასტრუქტურის მიმართულებას და მისი უშუალო ჩართულობით, მუშაობით 24 საათიან რეჟიმში მივიღეთ შესანიშნავი პროექტი, რომელიც უკვე დასრულებულია და დღეს მოქალაქეებს უკვე დღის 2 საათიდან შეუძლიათ გამოიყენონ აღნიშნული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე იმ თვალსაზრისითაც, რომ მოხდება ნაკადების გადანაწილება. თქვენ იცით, რომ ჩვენ პროექტი
რომელიც დავამთავრეთ, ეს არის ახალი გვირაბი და საავტომობილო ხიდი, რომელიც ბაგებს და უნივერსიტეტის ქუჩას აკავშირებს, რა თქმა უნდა, დამატებით ეს ახალი პროექტი ჩოლოყაშვილი წერეთელი და ბაგების რეაბილიტაცია მოგცემს იმის საშუალებას, რომ ნაკადების გადანაწილება განხორციელდეს. ახლა მინდა ვთხოვო ირაკლი ბენდელიანს და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მას თითოეულ ჩვენს თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის. მოგესალმებით მეგობრებო, ნამდვილად გამორჩეული პროექტი დასრულდა დღეს დედაქალაქისთვის, კონკრეტულად ეხა ვაკის რაიონში ვიმყოფებით, როგორც მოგეხსენებათ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და წერეთლის ქუჩების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დავასრულეთ. დაახლოებით 13,000 კვადრატულ მეტრზე მოხდა ახალი ასფალტის საფარის შეცვლა, განახლება, მოგეხსენებათ ასევე სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიწისზედა საჰაერო კომუნიკაციების მიწისქვეშა ტანა მოხდა დაახლოებით 40-მდე ერთეული ახალი მიწისქვეშა ურნების განთავსება, ასევე ახალი გარეგანათების ბოძების მოწყობა, დაახლოებით 2000 კვადრატზე მოეწყო გამწვანებული სივრცე, როგორც ბატონმა კახიმ აღნიშნა, ახალი ჭკვიანი შუქნიშნებით აღიჭურვა მთლიანად ეს ობიექტი. მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და მერიის თითოეულ თანამშრომელს, ასევე ყველა იმ კომპანიას, ვინც აქტიურად 24 საათიან რეჟიმში იყო ჩართული ამ პროცესში, ყველას დიდი მადლობა გადაუხადო. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა მოსახლეობას გადაუხადო, იმიტომ რომ ყოველთვის ესეთი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს ბუნებრივია არსებობს დიდი დისკომფორტი, მტვერი, ხმაური, ვინაიდან ყველა ობიექტზე და ამ ობიექტზე მით უმეტეს 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა სამუშაოები და მადლობა მინდა მათ მოთმინებისთვის გადაუხადო. თუმცა იმდენად მაგარი პროექტი გამოვიდა, რომ ეს მოთმინება ნამდვილად ღირდა. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა მეგობრებო, წინ კიდევ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები გველოდება ჩვენი ლამაზი ქალაქისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ.